უმთავრეს საფრთხედ განვიხილავთ არაგადამტებ დაავადებებს და ქრონიკულ დაავადებებს. გახდა სიკვდილის ძირითადი მიზეზი. რომელ დაავადებებს გამოარჩევდით, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან საქართველოს მოსახლეობას და გვაყენებენ უკვე ზიანს? არ არსებობს სისტემა, რომელთანაც არ იყოს ასოცირებული სიმსუქნე. რა არის ამ პანდემიის მთავარი მამოძრავებელი ძალა? 13 ტიპის სიმსივნესთან პირდაპირ კორელაციაშია სიმსუქნე. სიმსუქნე არ არის პიროვნების მარცხი, ეს არ არის საკუთარი თავის შეცდომა. ყოველი მესამე ბავშვი არის მსუქანი, ჭარბიწონით, უკვე მსუქანი ადამიანის ფსიქიკა ნამდვილად ძალიან ხშირად არის შერყეული. ძალიან ბევრმა არ იცის რა არის ჯანსაღი საკვები. ხელმისაწვდომობა ამ ჯანსაღ საკვებზე არის ძალიან დაბალი. ჯანმრთელობა თითქოს გახდა ძვირიანი სიამოვნება. არის სრულიად შეუზღუდავი, შეიძლება ითქვას, მარკეტინგი არაჯანსაღი საკვებისა. რა საკვებია სკოლაში? შევისწავლეთ 20 შინდამზადებული და 10 ინდუსტრიული საკვები. ყველაზე ფართოდ მაინც იყო ხაჭაპური და შაურმა გამოყენებული. სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს დამდგარი კიბოს დიაგნოზზე. სკრინინგით მოცვა სამწუხაროდ დღემდე არის საკმაოდ დაბალი. 50%-ზე მეტი ადამიანების იღუპება არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებებით. ყველაზე კარგი ინფორმატორი კვლევებით დადგენილი არის პირველადი ჯანდაცვის ექიმი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანმრთელობის დღეურებს. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო საკითხი შეეხება არაგადამტებ დაავადებებს და გადაცემის განმავლობაში ფოკუსირდებით ჭარბწონიანობასა და სიმსუქნის პრობლემაზე. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ლელა სტურუა, თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის პროფესორი. გამარჯობა ქალბატონ ლელა, მადლობა მოგბრძანებისთვის. გამარჯობა ლალიკო, დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ გადაცემაში. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და მოდი ჯერ დავიწყოთ არაგადამტებ დაავადებებზე საუბრით. 10 წლების წინ ინფექციური დაავადებები განიხილებოდა სიკვდილობის მთავარ მიზეზად, თუმცა ეს ფოკუსი დღეს ძალიან შესრულია და უმთავრეს საფრთხედ განვიხილავთ არაგადამტებ დაავადებებს და ქრონიკულ დაავადებებს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამ ფოკუსის შეცვლა და რამ ხელა საფრთხის წინაშე ვართ? ფოკუსის შეცვლა გამოიწვია ზოგადად კაცობრიობის განვითარებამ. ის რომ გვაქვს უკვე იმუნიზაცია და სხვადასხვა ინფექციური დაავადება შეიგვიძლია თავიდან ავიცილოთ. გვაქვს თავდაცვის სხვა საშუალებები იმუნიზაციის გარდა, როგორც არის მაგალითად კონდომი და ასე შემდეგ. და ზოგადად ჩვენმა ცხოვრების წესმა არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ გამოიწვია სწორედ ის, რომ არაგადამტები დაავადებები, რომელთაც აქვთ ერთნაირი რისკის ფაქტორები, თანდათან გახდა სიკვდილის ძირითადი მიზეზი. არაგადამტებ დაავადებებზე როცა ვსაუბრობთ, გაგვახსენდება აუცილებლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 9 გლობალური მიზანი, რომელიც უკავშირდება არაგადამტებ დაავადებებს და რომ გითხრათ, რას მოიცავს ეს მიზნები და რისი მიღწევა აქვს სურს? 9 გლობალური მიზანი მოიცავს სხვადასხვა რისკის ფაქტორებს, ასევე მოიცავს სხვადასხვა სერვისებს, საყოველთაობას, ხელმისაწვდომობის ზრდას და სწორედ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 8 მიზანი სამიზნე გახლავთ რაღაცის შემცირება, მაგალითად თამბაქოს მოხმარების 30%-ით შემცირება, ალკოჰოლის მოხმარების 30%-ით შემცირება, მაღალი არტერიული წნევის მაჩვენებლის 25%-ით შემცირება და სიმსუქნეა და მასთან ერთად დიაბეტი, რომ არანაირ შემცირებაზე არ არის საუბარი. მთავარია, რომ არ მოხდეს ზრდა. გავანულოთ, ასე ვთქვათ, ზრდა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ მსოფლიოში ფაქტიურად ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ამ სამიზნეს. უახლესი მონაცემებით 2 ევროპის ქვეყანას აქვს შანსი
ეს არის ესპანეთი და ეს არის საფრანგეთი. თუმცა როგორ მიაღწიეს მათ ეს და რა ეს კიდე გამოსაკვლევია და ამის შესახებ თქვათ რაღაც ესე დასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაინც კარგია რომ ეს ორი ქვეყანა გამოჩნდა და ანუ შესაძლებელია სხვა ქვეყნებმაც იგივეს მიაღწიონ. ეს 9 გლობალური მიზანი კონკრეტული წლისთვის არის გაწერილი თუ უბრალოდ მოვიაზრეთ? 2025 წლისთვის არის გაწერილი, შემდეგ გვაქვს უკვე 2030 წლის სამიზნეები, მდგრადი განვითარების, სხვადასხვა მიზანთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა ეტაპზეა, ასე ვთქვათ. ჩვენ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ამ 9 მიზნის მიღწევა. ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანას საკმაოდ ამბიციური მიზნებია. ნახოთ, თავარია სწორ გზას დავადგეთ და მიზანსაც მივაღწევთ. გასაგებია. საქართველოზე რადგან საუბრობთ უკვე და მიზნების მიღწევაზე, რომ ვისაუბროთ ახლა, როგორი სტატისტიკა გვაქვს საქართველოში, როგორც ვიცი, ტენდენცია არაგადამდები დაავადებების დაახლოებით იმეორებს საქართველოში, რაც არის მსოფლიოში მას. რომელ დაავადებებს გამოარჩევდით, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან საქართველოს მოსახლეობას და გვაყენებენ უკვე ზიანს? არაგადამდებელ დაავადებებთან დაკავშირებით მსოფლიოზე გაცილებით უარესი მდგომარეობა გვქონდა წლების განმავლობაში. თუმცა ბოლო მონაცემებით, ასე ვთქვათ, მსოფლიო გვეწევა. თუ იქ 85% იყო ვთქვათ ევროპაში სიკვდილობა არაგადამდებელ დაავადებებით გამოწვეული, ჩვენთან 94% იყო. ეხლა იქაც 90% გახდა. ძირითადი მკვლელი დაავადებები ეს არის გულსისხლთა დაავადებები, რომელიც დაახლოებით 60-70% სიკვდილის შემთხვევებისა მათ უკავშირდება. შემდეგ ეს არის კიბო. ეს არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და დიაბეტი. და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი არაგადამდებელ დაავადება. და ის 6% მოდის ყველა ინფექციურ დაავადებაზე, დედისა და ბავშვის ყველა მდგომარეობაზე და ტრავმატიზმზე. ანუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, თვალშისაცემია. გარდა ამისა, დაბერება, როგორც მთელი მსოფლიო ბერდება, ასევე საქართველოს ბერდება, სამწუხაროდ კიდე სხვა პრობლემაა, დემოგრაფიული პრობლემაც რომ გვაქვს, ახლა ამას აღარ გავშლი. მაგრამ ანუ ზოგადად და ეს იწვევს რა თქმა უნდა ეკონომიკურ და ძალიან დიდ ტვირთს. ჩვენი GDP-ს დაახლოებით 6% მიდის არაგადამდებელ დაავადებების მკურნალობაზე, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ ხარჯებზე, პირდაპირ ჯანდაცვით ხარჯებზე, ასევე არაპირდაპირ ხარჯებზე, იგივე გაცდენილი დღეების ხარჯები, იგივე თუნდაც სიგარეტის მოწევის გამო გასვლა და ის პაუზები, ანუ ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად დავითვალეთ, საინვესტიციო შემთხვევა გავაკეთეთ არაგადამდებელ დაავადებების და ეს საოცარი ციფრი მივიღეთ მაშინ, როდესაც ერთი ლარის ჩადება მაგალითად იმაში, რომ შევამციროთ მარილის მოხმარება, რომელიც გახლავთ არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი და არტერიული წნევის ციფრები და მაღალი არტერიული წნევის გავრცელება და ჰიპერტენზიის გავრცელება პირდაპირ გულის კუნთის ინფარქტის, თავის ტვინის ინსულტის და ასე შემდეგ დაავადებების გამომწვევი. ანუ ერთ ლარს თუ ჩავდებთ მარილის შემცირების მიმართულებით, 20 ლარის უკუგება გვექნება. ანუ ეს რეკომენდაციებიც არსებობს, ესეც არის დათვლილი. ეკონომიკური ტვირთი, რომელიც არაგადამდებელ დაავადებებს უკავშირდება, საკმაოდ საინტერესო არის ქვეყნისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ, არამედ ეკონომიკური, ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისით. თქვენ ჩამოთვალეთ არაერთი დაავადება და ჩვენ როგორც ვთქვით, სიმსუქნეზე გვინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ. სიმსუქნე არის როგორც დაავადება და ასევე რისკ ფაქტორი, რომელიც იწვევს შემდგომ სხვადასხვა დაავადებებს. და როდესაც სიმსუქნეზე ვსაუბრობთ, უნდა განსაზღვროთ აუცილებლად, რა ითვლება სიმსუქნედ. არსებობს BMI, საშუალო მასის ინდექსი, რომლის გამოთვლაც შეიძლება 18-დან 25-მდე არის ნორმა, 25-ის ზემოთ არის უკვე ჭარბწონიანობა და 30-ის ზემოთ თუ ხვდებით უკვე სიმსუქნეს.
და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმსუქნე არ არის პიროვნების მარცხი, ეს არ არის საკუთარი თავის შეცდომა მხოლოდ, ეს არის კომპლექსური სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება გარკვეულწილად ჩარევა და ხელის შეწყობა. ეხლა რომ ვისაუბროთ უკვე სიმსუქნეზე, როგორც პანდემიაზე, ასე უწოდებენ, რას ფიქრობთ, რა არის ამ პანდემიის მთავარი მამოძრავებელი ძალა? სიმსუქნე ნამდვილად არის პანდემია და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ მისი მრავალფაქტორულობა, ასე ვთქვათ. ყოველი მესამე ბავშვი არის მსუქანი, ჭარბიწონით, ყოველი მეოთხე მოზარდი და ფაქტიურად 60%-ზე მეტია მსოფლიოში ჭარბწონიანები. განაპირობა რა, იგივე არასწორი კვება, არაჯანსაღი კვება, ზოგადად ამ ჯანმრთელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის განათლების დონე არის ძალიან დაბალი. ძალიან ბევრმა არის ის რა არის ჯანსაღი საკვები. მაგრამ მეორე მხრივ, რომც იცოდეს ჯანსაღი საკვები რა არის, ხელმისაწვდომობა ამ ჯანსაღ საკვებზე არის ძალიან დაბალი. იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღი საკვები და ზოგადად ჯანსაღი არჩევანი იყოს ყველაზე მარტივი არჩევანი, ჩვენთან სამწუხაროდ ეს არ არის. ამ დროს ზუსტად ეს უნდა იყოს ინგლისურად, რომ ვთქვათ healthy choice to be easy choice. განაპირობა იმან, რომ მასიურად გვაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი. ამას დაემატა ეს უკვე მე-20 საუკუნის ბოლოსაც ამას იძახოდნენ, მაგრამ ამას დაემატა ეს გაჯეტები, ეს აბსოლუტურად ჩაკეტვა რაღაცა გარემოში და არანაირი ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება აღარ აქვთ ბავშვებს განსაკუთრებით, შემდეგში უკვე აღარ გვაქვს ჩვენს და ძალიან ცუდი არის ის, რომ ჩემი თაობა ისე გავიზარდეთ, რომ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა არ ქონდა ხაზი გასმული. ჩვენ არც ოჯახში ვარ ჩვეშობდით, მერე სკოლაში გვინდოდა სოფლის კულტურის გაცდენა, მერე სამედიცინო უნივერსიტეტში რომ სწავლობდი, მუდმივად ვაცდენდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ანუ არა გვაქვს ეს გათავისებული ჩვენი ჩვევა არ არის, ჩვენი ქცევა არ არის. და ეხლა აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ძალიან პატარაობიდან, ბავშვობიდან, სახლიდან, მერე საბავშვო ბაღიდან ეს ფიზიკური აქტივობასთან დაკავშირებული ქცევა ბავშვს ჩამოუყალიბოთ. გარდა ამისა, არის სრულიად შეუზღუდავი, შეიძლება ითქვას, მარკეტინგი არაჯანსაღი საკვებისა. მიუხედავად იმისა, რომ ვართ ვაზის ქვეყანა და ღვინის სამშობლო, მაინც ვიტყვი, რომ ესეთი სხვარგადასული რეკლამა ალკოჰოლური სასმელებისა ნამდვილად არ შეიძლება და არ შეიძლება ამას აკეთებდეს ის ადამიანები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ ბავშვებისგან განსაკუთრებით, ეს არიან სპორტსმენები, რომლებსაც ჩვენ გულშემატკივრობთ და შემდეგ უკვე რომ ალკოჰოლი არ არის სიჯანსაღე, ამის დამტკიცება ცოტა გვირთულდება და ნამდვილად ძალიან რთული და სამტკიცებელი ხდება. ანუ აქაც არის ძალიან ბევრი ფაქტორები ერთად. რადგან კვებაც ვახსენე, ხო ის საკვები რას ვყიდულობთ, უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტზე რა აწერია, ვკითხულობთ კი რა აწერია, არის ეტიკეტირებული, იმიტომ რომ ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა განსაზღვრავდა ამას და მივდივართ იქამდე და უნდა დატანილიყო, დაიტანა, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ძალიან რთული გასარჩევია მიუხედავად იმისა სათვალით დავდივარ და ფაქტიურად ვერ ვიღებ იმ ინფორმაციას. მე მაგალითად ვისურვებდი ბევრად ეფექტური იქნებოდა ეგრეთ წოდებული შუქნიშნის პრინციპი, რომ ეს არ წამეკითხა და მარილის შემთხვევაში მაგალითად ან ცხიმის შემთხვევაში ან შაქრის შემთხვევაში წითელი, ყვითელი, მწვანე რო იქნება, თუ მწვანეა, თამამად ვიყიდი, თუ წითელია, არ ვიყიდი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მიმართულებებია. ანუ ძალიან მრავალფაქტორულია ეს სიმსუქნე და თქვენ სწორედ თქვით, რომ ეს სიმსუქნე იწვევს შემდეგ თვითონ არის ბიოლოგიური რისკ ფაქტორი. არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გუსის ძაღლთა დაავადებების, თუმცა აი გაგიკვირდებათ არ არსებობს სისტემა, რომელთანაც არ იყოს ასოცირებული სიმსუქნე. ეს არის ღვიძლის დაავადებები,
ფილტვის ქრონიკული დაავადებები. 13 ტიპის სიმსივნესთან პირდაპირ კორელაციაშია სიმსუქნე. ძვალსახსროვანი სისტემა. აი ფაქტიურად არ არსებობს სისტემა, რომელიც სიმსუქნე არ იწვევდეს ამა თუ იმ დაავადებას ან მათ გართულებებს. და თქვენ ახსენეთ ფსიქიკა, სტრესი და ასე შემდეგ. აი ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც ჩემს მიერ ნახსენებ 4 ძირითად დაავადებასთან ერთად უკვე მე-5-ია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოყო და ამ 5 დაავადებებს ერთი მიდგომებით ცდილობს, რომ მოუაროს, ასე ვთქვათ, ანუ მათ აქვთ ერთი რისკ ფაქტორები და შესაბამისად ამ რისკ ფაქტორების მოვლა ამ დაავადების მოვლაზეც გულისხმობს, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობა მაინც კიდე ცალკე ძალიან დიდი სფეროა და სიმსუქნე და ჭარბი-წონა მნიშვნელოვნად არის შემდეგ უკვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული, ხანდახან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით არის გამოწვეული სიმსუქნე თუ წონასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ხანდახან პირიქით სიმსუქნე იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ძალიან საინტერესო და ამომწურო პასუხი გამეცით. აი თქვენ ეს ბიოლოგიური და ქცევითი რისკ ფაქტორები ჩამოთვალეთ ახლა და მაინტერესებს თუ განსხვავდება ესენი გენდერის მიხედვით. გენდერის მიხედვით რა თქმა უნდა განსხვავდება, რო ავიღოთ თქვათ ქცევითი ფაქტორები, ხო, თამბაქოს უფრო მეტი მამაკაცი ეწევა, ალკოჰოლს უფრო მეტი მამაკაცი იღებს, ფიზიკურად აქტიურობა თუ საქართველოს ავიღებთ ფაქტიურად თანაბრად არააქტიური ვართ ორივე სქესი ჯანსაღკვებასთან დაკავშირებითაც მამაკაცი ნაკლებად ჯანსაღად იკვებება, უფრო ხშირად იკვებება სახლს გარეთ და მამაკაცები ზოგადად რისკის ბევრად მაღალი მატარებლები არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებში. აი არის ესეთი მიდგომა, რომელსაც ვეთანხმები სრულიად, რომ მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები რო გავაჯანსაღოთ, ხო? აი მთლიანად საზოგადოების პოპულაციის თუ გინდათ ქვეყნის, რეგიონის და ასე შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მაჩვენებლები სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდა მამაკაცების გაჯანსაღებით. ასევე ბიოლოგიური რისკ ფაქტორებიც ახალგაზრდა ასაკში უფრო მამაკაცებშია, თუმცა მოზრდილ ასაკში უფრო ქალბატონებში გვხვდება. ჭარბი-წონაც და სიმსუქნეც ადრე უფრო ჭარბი-წონა მამაკაცებში გვხვდებოდა და სიმსუქნე ქალებში, ეხლა ფაქტიურად ორივე სქესში გვაქვს და ეს სიმსუქნე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. და სიმსუქნეს ანუ BMI-ის ზრდასთან ერთად იზრდება არტერიული წნევის ციფრები მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება. ანუ ძალიან ბევრი კავშირებია. ბევრ დაავადებასთან არის დაკავშირებული ნამდვილად და შეიძლება ადამიანმა არც იფიქროს, რომ სიმსუქნე იყოს კონკრეტულ დაავადებასთან კავშირში, მაგალითად ცუძუს კიბოსთან, თუმცა ნამდვილად უამრავ დაავადებასთან არის კორელაციაში და თქვენ წეგან გააკეთეთ ძალიან საინტერესო აქცენტები ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობა თითქოს გახდა ძვირიანი სიამოვნება. ეს შეეხება იმასაც, რომ პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ, ხშირ შემთხვევაში, რომელიც იაფიანი არის, ნიშნავს, რომ არის არაჯანსაღი და ასევე შეეხება იმას, რომ ფიზიკური აქტივობა და ამისთვის დროის დათმობა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, დრო უნდა გქონდეს ადამიანს, რომ დაკავდეს კონკრეტული ფიზიკური აქტივობით და ეს პირდაპირ კავშირში არის ეკონომიკასთან. აი მენტალურ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან რა კავშირი აქვს სიმსუქნეს კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ. პირველი ვიტყვი იმას, რომ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კი ბატონო ცოტა რთულია, რომ დრო გამოვნახოთ, თუ კი ამას რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტივობას მოვინდომებთ, მაინდა-მაინც სადღაც წასვლას, ძვირიანი ბოტასებს, ძვირიან ჩასაცმელს, რაღაცა ძვირიან ადგილას სპორტულ დარბაზში სიარულს. ამ დროს ფიზიკური აქტივობა არის სეირნობა, ფიზიკური აქტივობა არის ცეკვა სახლში, რომელიც არ საჭიროებს რაღაც განსაკუთრებულ. თავარია ვიცოდეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, თორე მუსიკა რო ჩართო და სახლში იცეკო ნახევარი საათი დღეში, ხო? ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ძალიან მოუხდება ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად.
რაც შეეხება ფინანსურ დანახარჯებს, ძალიან დიდია არა გადამდებ დაავადებებზე, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ეს საყოველთაო ჯანდაცვა, რაც თქვა საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, ის უფასო რომ არის ვიღაცეებისთვის, ის ხომ რეალურად უფასო არ არის და ამაში მეც ვიხდი თანხას, ყველა გადასახადის გადამხდელი იხდის თანხას და ასე შემდეგ. ჩემი გადასახედიდან ძალიან სამწუხაროა ის, რომ ძირითადად ხდება უკვე დამდგარი დაავადების მკურნალობა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში პრევენციაზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე, იმაზე, რომ რაღაცა თანხა ჩავდოთ, აი რომ თქვი, რომ მარილის შემცირებაზე, ხო? აი ესეთ ხარჯთეფექტურ ინტერვენციებზე არსებობს ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის Best Buys საუკეთესო შენაძენი, სადაც არის ინტერვენციები განსაკუთრებით ხარჯთეფექტური, ასე თუ ისე ხარჯთეფექტური და ძალიან და თქვათ ნაკლებად ხარჯთეფექტური, რომელიც პირველადი ჯანდაცვის დონეზეც უნდა გვქონდეს. იგივე მარილი არის უნივერსალურად საოცრად ხარჯთეფექტური, იგივე იმუნიზაცია მაგალითად არის ძალიან ხარჯთეფექტური. ანუ ეს მიდგომები უნდა დავნერგოთ ამაში ჩავდოთ თანხა და შემდეგ უკვე გავაკეთოთ უმკურნალოდ კიდევაც. აი მაგალითისთვის ვიტყვი, კიბოზე ბევრი აქცენტია. სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს დამდგარი კიბოს დიაგნოზზე. მაგრამ არ ვამბობთ არაფერს წადით სკრინინგზე და სკრინინგით მოცვა სამწუხაროდ დღემდე არის საკმაოდ დაბალი. ის რომ რაღაცნაირად ჩავდოთ, რომ თუ სკრინინგს არ გაივლი, ისე ვერ დაგაფინანსებ, წავალ და სკრინინგ გავლილი გაივლის შემდეგ და გაცილებით უკეთესია გამოსავალი, ვთქვათ 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებლები, როცა სტადია, თქვენ ძუძუს კიბო ახსენეთ, ხო? პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო ქალებში და ნუ აი ისეთ სადღაც 20%-ით მეტი არის განსხვავება შემდეგ მომავალ დაავადებაზე, ხო? ალკოჰოლი ახსენეთ. ალკოჰოლიც, თამბაქოც პირდაპირ კორელაციაშია ძუძუს კიბოს განვითარებასთან. ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება, გამოჯანმრთელდება, წლების წინ კიბო იყო განაჩენი, ესე ვამბობდით, ხო? მე ვიძახდით კიბო არ არის განაჩენი. და მე მახსოვს ისრაელში სწავლობდი და იქ ვნახე ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მე კიბოზე ძალიან დიდი ხნის წინ ვიძახი, რომ მე მქონდა კიბო. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამე, მქონდა კიბო, მაგრამ დროულად როცა დავისვამ დიაგნოზს, ხო, განვიკურნებით და ჩვენც ვიტყვით ქართველები, რომ მქონდა და უკვე არიან პრინციპში გადარჩენილ ქალთა კლუბები არიან, პაციენტთა თემია. ამ შემთხვევაში კიბოსთან დაკავშირებით ბევრად უფრო აქტიურები არიან. რაც შეეხება მგონი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ვკითხეთ, ხო? ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და რეალურად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დახარჯული თანხები მსოფლიოს გულისხმობ ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა ეს დაავადება ერთად რო ავიღოთ. აქაც გარკვეული ჩვენთან თქვათ ქვეყანაში არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ნუ რაღაცა წინსულები ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად არის განსავითარებელი ეს მიმართულება, რომელიც რეალურად თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა არა გაქვს ფიზიკურ ჯანმრთელობას ვერ შეიგრძნობ. და ამიტომაც არის ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას არ განსაზღვრავს. ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობა და კარგად ყოფნა არის სწორედ ზოგადად ჯანმრთელობა. დიახ. ეკონომიკური ტვირთი თქვენ როგორც განგვიმარტეთ, საკმაოდ მაღალი არის, მაშინ როცა უკვე მივდივართ დაავადებამდე, როგორც ჩამოყალიბებულამდე, ვიდრე როდესაც შეგვიძლია მათი პრევენცია და ამაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს ყოველთვის, როგორც პირადად, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებშიც, რა თქმა უნდა. ეხლა მინდა გკითხოთ ფიცის სტატისტიკის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ რა არის ყველაზე უფრო გავრცელებული საკვები პროდუქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შემდგომ საქართველოს მოსახლეობას. ზოგადად ფიცის ეს კვლევა ჩავატარეთ, პირველად ჩატარდა საქართველოში და ეს კვლევა შეისწავლის გარეთ არსებულ საკვებ პროდუქტებს, ანუ გარეკვებას, ასე ვთქვათ, ჯიხურებში, კიოსკებში, არა მაღაზიებში.
და შევისწავლეთ 20 შინდამზადებული და 10 ინდუსტრიული საკვები. და განვიხილეთ იქ შევისწავლეთ ნატრიუმი, შევისწავლეთ კალიუმი, ნატრი-კალიუმის შეფარდებაც გვაინტერესებდა, შევისწავლეთ ცხიმები, ტრანსცხიმოვანი მჟავები და მარილის შემცველობა. ყველაზე ესე ფართოდ მოხმარებადი საკვები მოგეხსენებათ ღვინის ქვეყანასთან ერთად ხაჭაპურის ქვეყანაც ვართ და არაჩვეულებრივი ხაჭაპურები გვაქვს სრულიად განსხვავებული სახეობების და ყველაზე ფართოდ მაინც იყო ხაჭაპური და შაურმა გამოყენებული და სამწუხაროდ ეს ხაჭაპური ხშირად იყო მარილიანი. ასევე ანუ დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემცველი, ნატრიუმი, კალიუმის თანაფარდობა არაჯანსაღად, ასე ვთქვათ, ასევე ცხიმები და ამიტომ სასურველია, რომ ეს ჩვენი ხაჭაპური გავაკეთოთ ნაკლებ მარილიანი ყველით, ჯანსაღი ცხიმებით და ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოთ იმას, რომ გავაჯანსაღოთ ეს პროდუქტი. რა თქმა უნდა, ეს ყველა ხაჭაპურს არ ეხება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იყო ეს. ასევე იგივე შემიძლია ვთქვა შაურმაზეც, რომელიც ყველაზე მარილიანიც აღმოჩნდა, ასევე ცხიმებთან დაკავშირებით. ეს არის პროდუქტები, რომლის ჯანსაღად გაკეთებაც არის შესაძლებელი და ეს უნდა დავინახოთ და თქვათ, კი არ ვაკრიტიკებთ რომელიმე პროდუქტს, არამედ იმ პროდუქტს რითი ვაკეთებთ, ამას უფრო კრიტიკულად უნდა შევხედოთ. ინდუსტრიულ შაქრებით შევისწავლეთ, რა თქმა უნდა, და ყველაზე ტკბილი იყო ინდუსტრიული შოკოლადი და კრემიანი ნამცხრები, რაც თქვათ არ არის გასაკვირი. ეკონომიკურ ტვირთზე რაც ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობთ, როგორი მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რის ფაქტორების განვითარების თავის ასაცილებლად პრევენციისთვის რას ვიყენებთ? ამ ეტაპზე მაგალითად ქვეყანაში 2015 წლიდან არის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადმინისტრირებას ეს ორგანიზაცია ახორციელებს. თუმცა საკმაოდ მწირია დაფინანსება, თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რა რაოდენობით რისკ ფაქტორებზეა ლაპარაკი და იმას, რომ იმდენად დაბალია მოსახლეობის განათლების დონე, ჯანმრთელობის ზოგადად საკითხებში, რომ ძალიან ბევრი არის სამუშაო და ძალიან ეფექტური, სისტემური მედია კამპანია, მარკეტინგული მიმართულება უნდა იყოს განვითარებული, ეს ნამდვილად ამას არ ყოფნის, ფაქტიურად არ ყოფნის და კიდევ იქ არის ბიუროკრატიული საკითხები, რომლის გადალახვა ვერ ხერხდება და ყოველ წელს ფაქტიურად 1 და 2 თვის განმავლობაში მიდის ეს ჩვენი კამპანიები. მე მაქვს ასეთი მოსაზრება და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში არის უკვე, სადაც არ არის უკვე ფიქრობენ ამაზე, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ნაწილს იყენებს ამ ბიუჯეტის უნდა იყოს მიმართული პრევენციაზე და დაავადებების პრევენციაზე, ზოგადად ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე, რისკ ფაქტორების პრევენციაზე და ასე შემდეგ. არის ქვეყნები 2%, 4%, 6% და ასე შემდეგ. არის ის ასე ვთქვათ საზიანო ბეგარა, რომელსაც ვთქვათ აქვს ხა თამბაქოს, აქვს ალკოჰოლს, ვთქვათ ის თამბაქოდან და ალკოჰოლიდან შეტანილი ბეგარის გარკვეული ნაწილი მიდიოდეს ამ რაღაც ფონდში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არა ჯანდაცვის სამინისტროს ან ფინანსთა სამინისტროს ქვეშ, არამედ ვიღაცა ექსპერტების, ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა საუბარი და ამ ჯანმრთელობის ხელშეწყობის, იქ თავისი ფიზიკური აქტივობით, თავისი სიმსუქნით. ეხლა თქვენ ახსენეთ სხეულის მასის ინდექსი და როგორ მარტივად შეუძლია ადამიანს შეიძლება არც იცის რომ ჭარბი წონა აქვს და არც იცის რომ სიმსუქნია და საერთოდ ვერ წარმოუდგენია რომ ესე მარტივად გამოთვლის და დგება სასწორზე იცის წონა და წონაც ხო მხოლოდ წონა ჩვენ მდგომარეობას ვერ განსაზღვრავს, ხო სრულად განსხვავებული კომპლექციის, განსხვავებული სიმაღლის ადამიანები ვარ, სწორედ სხეულის მასის ინდექსია, მაგრამ ვინ ბევრმა ვიცით ახლა ამის შესახებ, ბევრმა ვიცით რომ 5 გრამი მარილი უნდა მივიღოთ დღეში და ეს 5 გრამი რამდენია? არის 1 ჩაის კოვზი.
და ეს მიღებულ მარილში მარტო ის კი არ შედის მე რომ მოვაყრი, არამედ შედის შაურმას რო შევჭამე დილით, საღამოს რო რაღაცას მოვაყარე, მერე რო სტუმრად წავედი და იქ მარილიანი, ანუ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს გაცნობიერებული ბევრს არ აგვაქვს, ხო? უნდა დაგვანახოს ვიღაცამ. ამიტომ ამისთვის დასანახებლად და ეფექტურობისთვის საკმაოდ თანხაა საჭირო და თქვა შეიძლება უკვე დაიწყეს დაბეგრა მაგალითად შაქრიანი ტკბილი სასმელების, გაზიანი სასმელების არ დავასახელებ ჩვენთანაც ძალიან ბევრია. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იმასაც ბეგრავენ და ეს თანხა შემდეგ ჯანმრთელობის ხელშეწყობას ხმარდება და შემდეგ იგივე ქვეყანას ნაკლები დანახარჯი ექნება უკვე დამდგარ დაავადებებზე, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს სამკურნალო სერვისები, რის გამოც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძალიან დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავს ადამიანების მკურნალობაზე, აი სოციალურ ქსელებში იმდენი პოსტი მხვდება, ლამის ყოველ დღე ვიღაცას რაღაცას ურიცხავ, რომ ვიღაცის მდგომარეობა გავაუმჯობესო, ხო? ანუ ეს არ მიდგომა, მაინც გამოდის, რომ არ არის საკმარისი და რაღაც სხვა რაღაცაც უნდა გავაკეთოთ. აი ესეთი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდი, აი რაღაც მსგავსი მექანიზმი წარმომიდგენია მე ამისთვის საუკეთესო ვერსიად. გასაგებია. ეროვნულ და გლობალურ დონეზეც როგორი ტიპის ინტერვენციებს ან გადაწყვეტილებებს გაიხსენებდით, რომელმაც იმუშავეს კარგად ამ პრობლემის აღმოხვრისთვის? უფრო ალბათ გლობალურ დონეზე. მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია ფინეთის მაგალითი, სადაც ნორს კარელია, ჩრდილოეთ კარელია და ჩრდილოეთ კარელიის პროექტი არსებობს ესეთი, სადაც ჰქონდათ ძალიან მაღალი მაჩვენებლები ქოლესტეროლის და შედეგად ზოგადად ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელი იყო კატასტროფულად ცუდი. თავარი გამოიკვლიო მიზეზები, ხო მიზეზების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის ცხიმიანი საკვების, ცხიმიანი თევზის განსაკუთრებით მიღების შედეგად და აბსოლუტურად არ იღებდნენ ხილს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ. და შემდეგ დაიწყო ეს ჩრდილოეთ კარელიის პროექტი და მასიურად მოხდა მოსახლეობის განათლება, ყველგან გაშენდა ფაქტიურად კენკრა და სხვადასხვა ჯიშები. აი ხაც ფინეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, რასაც ყველგან ნახავ, ეს არის ეს კენკრა. და ისეთი შედეგი მიიღეს უკვე 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ ეს იზომებოდა. ანუ ქვეყანამ გადაწყვიტა ამ საკითხისთვის მოევლო და მოუარა ფაქტია სახეზე, რომ ეხლა ჩრდილოეთ კარელიის მაჩვენებლები არ განსხვავდება ფინეთის მაჩვენებლებისგან და ფინეთს რო საუკეთესო ჯანდაცვა აქვს ერთ-ერთი და საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მაგალითსაც მოვიყვან. ეს სიმსუქნეს ნაკლებად ეხება, იმ შემთხვევაში სიმსუქნეც ძალიან იყო და ფაქტიურად ყველა არაგადამდები დაავადება იმ ჩრდილოეთ კარელიასთან დაკავშირებით სახეზე იყო. ჩვენ ვართ იოდ დეფიციტის ენდემური ქვეყანა და იოდ დეფიციტი ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული და შემდეგ ერთ-ერთი მიდგომა მსოფლიოში და ესეც best buy შეიძლება კი არა ნამდვილად არის, ეს არის ფორტიფიცირება. ამ შემთხვევაში ფორტიფიცირება ჩვენ რაც გამოვიყენეთ მარილის იოდით ფორტიფიცირება 2005 წელს მიიქნა მიღებული ეს კანონი და შემდეგ ხდება ყველა დაუშვებელია არაფორტიფიცირებული არაიოდირებული მარილის მიღება და ამდენი წლის შემდეგ როდესაც გავზომეთ აღმოჩნდა რომ იოდ დეფიციტი ჩვენ დავამარცხეთ და დავამარცხეთ მხოლოდ იმით აი ამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ესეთი ინტერვენციით მეტი ფაქტიურად არაფერი არ გაგვიკეთებია და აღმოჩნდა რომ იოდ დეფიციტი არ აქვს ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიღწევა საქართველოში რომ ვილაპარაკოთ ნამდვილად არის ამით ვამტკიცებთ, რომ ინტერვენციები ნამდვილად მუშაობს და საკმაოდ შესაძლებელი არის. ამით ვამტკიცებთ, რომ თუ არის ნება, არსებობს ინტერვენციები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომლებიც აუცილებლად ძალიან კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში
როგორ შეგვიძლია რომ მათთან თანამშრომლობით ჩვენ ასე რომ ვთქვათ გადავიღოთ მათი მიდგომები და იგივე წარმატებას მივაღწევთ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სულ ახლახანს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 9 საათამდე ტელევიზიის საშუალებით სარეკლამო გაშვება არ შეიძლება ჯანკ-ფუდების, იქნა გამომდინარე, რომ თავიდან აირიდონ მის პოპულარიზაცია ბავშვებში და არასრულწლოვან ასაკის პირებში. როგორ ფიქრობთ, აი ზუსტად იგივე რომ ჩვენ განვახორციელოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება? აი დავიწყებ ნებით. ვინმე თუ პოლიტიკური ნება ამისი იქნება, რა თქმა უნდა, მარტივად შესაძლებელი იქნება და მარტივად განხორციელებადი და დარწმუნებული ვარ, დიდი ბრიტანეთზე ნაკლების შედეგები ჩვენ არ გვექნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ჩვენზე ბევრად წინ არიან, 10 წლით, 20 წლით, დიდი ბრიტანეთი შეიძლება კიდევ უფრო წინ არის, რა თქმა უნდა. მაგალითები არსებობს, ამას არ ჭირდება, რომ მაინც და მაინც საქართველოში როგორ იმუშავებს და კვლევა ჩავატაროთ და მერე დავნერგოთ. ძალიან ბევრი ინტერვენცია არის დანერგილი და არის ძალიან ეფექტური. იგივე ფორტიფიკაცია მარტო იოდით მარილის კი არა, ფქვილის რკინით ფორტიფიცირება, რომ ანემიები თავიდან ავირიდოთ, ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირება, რომ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ორსულებში სერიოზულად გვაქვს და პრობლემაა ეს ადრეს, რომ ავირიდოთ თავიდან მისი გართულებები და ასე შემდეგ. ანუ ეს რომ ვახსენებთ ეს დოკუმენტირებულია, დევს უბრალოდ ვიღაცამ, ვისაც ხელეწიფება, გადაწყვეტილების მიღება მან უნდა ნახოს, ვიღაცამ უნდა ანახოს, სიამოვნებით ვაჩვენებთ ვინმეს და უნდა დაიგეგმოს ეს ნამდვილად. და რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფაქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ხდება ზოგადად ის მიღწევები, რასაც ვაღწევთ, განსაკუთრებით ვახსენებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, UNICEF-ს, ვთქვათ, იგივე იოდი ვახსენე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნებისმიერ თემაზე, მათ შორის თამბაქოზე ძალიან აქტიურები ვიყავით და გვერდზე გვედგა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, იგივე ამერიკის CDC, რომელიც თანაც უკვე 10 წლეულების განმავლობაში ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების სააგენტო. ანუ საბედნიეროდ და ძალიან ბევრი ქვეყანა იქ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, ჰოლანდიის თუ ნიდერლანდების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საერთაშორისო დახმარებას და საერთაშორისო პროექტებს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ გარკვეული თანხა იდება რაღაცა პრობლემის გადასაჭრელად. ამას პარალელურად ხდება ადგილობრივი სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, უნარების ჩამოყალიბება, ბევრს ახალს ვგებულობთ ახალი კოლეგებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე და ჩაკეტილი ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მით უმეტეს თუ არ გვეყოლა სწორი გადაწყვეტილების მიღების სწორი ადამიანის სწორ ადგილზე. დიახ, რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება ითამაშოს სკოლებმა, სამუშაო ადგილებმა, კომპანიებმა თუნდაც და ადგილობრივმა თემებმა ამ პრობლემასთან ბრძოლაში? ჩვენ შემთხვევაში ზოგადად სამივეს მიმართულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით გამოვყოფთ სკოლებს. და სკოლებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ სიმსუქნე აღვნიშნეთ და სიმსუქნეს მიუძღვენით ჩვენი საკითხი, ხო? იგივე ეს ყველა სკოლაში არის სკოლის ექიმი. ან ექთანი მაინც სკოლის ექიმმა ან ექთანმა რომ მოახდინოს თქვათ ამ ბავშვების აწონვა და გაზომვა გარკვეული პერიოდულობით დღეში ერთი აწონოს და გაზომოს ან ორი ანუ ჩვენ უკვე გვექნება ფაქტიურად ეპიზედა მხედველობას მოვახდენთ ბავშვთა სიმსუქნეზე და ბავშვთა ჭარბწონიანობაზე ხო სკოლის დონეზე შეიძლება ეს შემდეგ მოხდეს ისე რომ მთელი სისტემა გაკეთდეს ამ ზედამხედველობის რა საკვებია სკოლაში. ეხლა ძალიან ცდილობს განათლების სამინისტრო ამის გაუმჯობესებას და სპეციალური კრიტერიუმებია რა შეიძლება და რა არ შეიძლება, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფაქტიურად junk food-ი თქვენ ახსენეთ და ამიტომ გავიმეორებ ესეთ დასახელებას ასე თქვა და იგივე არის ეს შაქრიანი სასმელები.
ან გამოვა ბავშვი სკოლიდან და იქვე არის ნებისმიერ ლამის უკვე იმდენად გამრავლდა ეს junk food რესტორნები თუ კაფეები, რომ ფაქტიურად სრული ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, რას ვაკეთებთ ჩვენ? ვახალისებთ ბავშვს, აი კარგ ნიშანს მიიღებ და აი იქ წაგიყვან. და ეს იქ წაყვან არის არაჯანსაღი კვება და მე რომ ეს არ არის ჯანსაღი და მე შენ მიმყევ ხარ თან, იმიტომ რომ დაგაფასო და წაგახალისო, ხო, ეს მშობლებიც ძალიან ვწოდავთ. ტარდება სკოლაში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილები. არის ფიზიკური აქტივობის მასწავლებლების ყველა სკოლაში. ანუ სკოლაზე ძალიან და თან სკოლა არის ის ოჯახთან ერთად, სადაც უნდა ჩაუნერგოთ, აი ეს რაც მე მაკლდა და ჩემ თაობას, რომ ფიზიკური აქტივობა საერთოდ ეს რა გაკვეთილია და თუ ბოლოში იყო გვინდოდა რომ მე სახლში წავსულიყავით და არც დარჩენილიყავით, ხო? ანუ სკოლაზე არის ძალიან დიდი. მე ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, იგივე მაგალითად სკოლაში არის რაღაცა კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დადებითი, ცუდი არა. რაღაცა ბუკლეტი, რომელსაც აქვს Nestlé-ს ლოგო. ანუ ამას შეიხდის ფულს Nestlé, რომელიც არაჯანსაღია, რომელიც დიაბეტის გამომწვევი, უკავშირდება ძალიან ტკბილი ეს მოდი ვთქვათ, რომელიც არ არის ჯანსაღი. აი ეს ბავშვი რო ამას ნახავს და წაიკითხავს და ეს ლოგო რო დაამახსოვრდება, ის ლოგო რატო დაადო Nestlé? რო დაამახსოვრდეს და მე მაღაზიაში რო წავა, Nestlé იყიდოს და არა ვთქვათ სხვა ის ხო, თორე თუ კი მხოლოდ დადებითი გინდა, იქ მოაშორებ იმ შენს ვთქვათ ლოგოს და დაბეჭდე, ცუდი არ არის. აი ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ვის თანხას ვიყენებთ და რაში ვიყენებთ. ანუ ესეც დიდი დილემაა დღეს. სათამაშო ბიზნესი ფულს გვაძლევს თამაშდამოკიდებულების სამკურნალოდ, ხო, ნონსენსია. თამბაქოს ინდუსტრია იძახის მე მოგცემ ფულს, რომ ვთქვათ შენ სადღაც წახვიდე და ის. ბავშვები არიან ყოველთვის ყველაზე სენსიტიური ჯგუფის წარმომადგენლები. და მოდი სტატისტიკაზე რომ გითხრათ ცოტაოდენი, როგორი სტატისტიკა გვაქვს საქართველოში სიმსუქნეს და ჭარბწონიანობასთან მიმართებაში. სხვათა შორის ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს 2022 წელს ჩავატარეთ 7 წლის ბავშვებში კვლევა და სადღაც 8-9% გვაქვს სიმსუქნე და 20%-ამდე გვაქვს ჭარბი წონა 7 წლის ბავშვებში. ტენდენცია როგორია, იცით, აი ბავშვები 5-დან 9 წლამდე უფრო მსუქნები, უფრო მაღალია მაჩვენებლები, შემდეგ მოზარდობის ხანაში ეს მაჩვენებლები მცირდება, ანუ მოზარდობა კიდე სხვა ფენომენია და სხვა ფაქტორები ერთვება და შემდეგ ზრდა უკვე 18 წელს რო გადავალთ, 20 წელს რო გადავალთ, შემდეგ ასაკთან შეჭიდულად გვეზრდება ჭარბი წონა და სიმსუქნე და არც სადღაც 65% გვაქვს უკვე ზრდასრულებს ჭარბი წონა და 33%-ია ჩვენი ანუ ყოველი მესამე გვყავს მსუქანი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასია. თუმცა თავს არ ვიმშვიდებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ სოფლიო ტენდენციაში ვზივართ, სადღაც ვართ შუაში არსებობენ ბევრად უფრო მსუქანი ერები და ქვეყნები და ბევრად ნაკლებად მსუქანი, ასე ვთქვათ, და ნაკლებად ამ პრობლემის ნაკლები გავრცელების მქონე ქვეყნებიც და კონტინენტებიც და ანუ გლობალური პანდემია ნამდვილად გლობალური პანდემია და სამწუხარო სტატისტიკა და ბუნებრივია კითხვა ჩნდება გრძელვადიან პერსპექტივაში სიმსუქნე რა პრობლემებთან შეიძლება მიგვიყვანოს გულისხმობ ჯანმრთელობის პრობლემებს. სიმსუქნე რამოდენიმე დაავადებასთან შეგვიძლია მიგვიყვანოს და ეს კომორბიდულობა სიმსუქნეს ძალიან ახასიათებს. სალსაღი რო ჩამოვთვალე მე რომ თითქმის ყველა დაავადებას, ყველა სისტემასთან არის სიმსუქნე დაკავშირებული. ფაქტიურად 13 ტიპის კიბო რაც არის დადგენილი და რომლის შესახებაც არსებობს ძალიან დიდი რაოდენობით კვლევები. იგივე დიაბეტი პირდაპირ უკავშირდება სიმსუქნეს, გულსისხლთან ნებისმიერი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და მერე უკვე ინსულტი და ინფარქტი.
აი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც თითქოს საციმსუქნე და სადეს დაავადებები, ესეც კი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ანუ სიმსუქნესთან დაკავშირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობა, რეალურად ფსიქიკური ჯანმრთელობა, ორმაგი კავშირია სიმსუქნეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის, მაგრამ აი უკვე მსუქანი ადამიანი ფსიქიკა ნამდვილად ძალიან ხშირად არის შერყეული, იგი სტიგმატიზირებულია მაინც, ასე ვთქვათ, დაცინვის და გაშარჟების ობიექტი ხშირად არის, განსაკუთრებით ეს ბავშვებში ვლინდება ხოლმე მწვავედ. და ნუ სიმსუქნე რა არის რეალურად, ხო? ვიღებთ დიდი რაოდენობით ენერგიას და ეს ამ ენერგიის დახარჯვა არ ხდება. და იმ ენერგიასაც გააჩნია როგორი პროდუქტებით ვიღებთ. თუმცა შეიძლება იყოს არა კვებითი სიმსუქნე, რომელიც უკვე თქვა სხვადასხვა დაავადებებმა გამოიწვიოს კვებით ჩვევების გარეშე, იმას კიდე სხვა ტიპის მკურნალობა უნდა. ანუ ჩვენ ჩვევებს, ჩვენ ქცევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ახალგაზრდა თაობა, პატარები უნდა ავსარდოთ ამ სწორი ქცევით, სწორი კვებითი ჩვევებით, სწორი ფიზიკური აქტივობის ჩვევებით და ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ეს არის სიცოცხლის ციკლის მიდგომა, ხო? შენ როდესაც ორსულად ხარ, უნდა იკვებო და ისე უნდა იკვებო, რომ შენი შვილი ჯანსაღი იყოს და ეს მთელი ორსულობის დროს როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი, ხო? მერე 6 თვემდე აუცილებლად ექსკლუზიურად წუდუთი უნდა კვებო, იმიტომ რომ შენი შვილი იყოს ჯანსაღი. მერე როგორ საკვები დანას ამატებ. მერე უკვე რასასწავლის შენ შვილს მარილი რო არ უნდა დაამატო, სამარილი რო საერთოდ არ უნდა იდოს, მაგალითად პირველი ნაბიჯი შეიძლება ეს გადავდგათ, რომ აღარ დავდოთ სამარილე და დაგვეზარება დამერწმუნეთ ადგომა და უმარილოსაც შევჭამთა. ეს მარილზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ დღეს, ეხლა წელს ძალიან გავაქტიურდით მარილზე, იმიტომ რომ 50%-ზე მეტი ადამიანების იღუპება არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებებით და ოდნავ რომ შეამცირო ეს მარილი, ხო, უკვე წნევის ციფრებიც მცირდება და აღარ გართულდება ეს ჰიპერტენზია და მართავ ჰიპერტენზიას და მე გართულებებიც არ გექნება. მე ძალიან ცნობილი ადამიანისგან ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფმა თქვა ერთხელ, რომ როგორ შეიძლებაო რომ უმარილო და მარილი შეამცირეო, როდესაც ტურისტები რო ჩამოდიანო, იმიტომ ჩამოდიან რომ მარილიანი მოწონთო. ანუ თუ ტურისტები ოღონდ ჩამოვიდნენ და ჩემი ეს რა ქვია მოსახლეობა მითი იყოს რა ქვია ინფარქტით და ინსულტით ყოველი მეორე, ხო? მიდგომების შესაძლებელი გვაქვს ნამდვილად. ხო და იმას ვამბობდი რომ აი მარილი, ხო? 10 დღეში, 2 კვირაში სრულად ადაპტირდება ნაკლებ მარილიანზე და საერთოდ უკვე რასაც მივირთმევდით მანამდე, იმაზე ვიტყვით რომ ვაიმე ეს რა მარილიანია. დიახ. ჩვენ წეგან ვახსენეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ სიმსუქნესთან დაკავშირებულ დაავადებებზე. ზოგადად, როდესაც ადამიანს რაიმე ინფექციური დაავადება ემართება, ან უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემები ექნება, როდესაც ამას ემატება კიდევ სიმსუქნის რისკ ფაქტორი, ეს გამოსავალს როგორც ცვლის, მაგალითად აი COVID-19-ის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკ ფაქტორი იყო სწორედ სიმსუქნე და სიკვდილობა იმ ადამიანებს, რომლებსაც COVID-ი ჰქონდათ და თან სუქნები იყვნენ, ბევრად უფრო მაღალი იყო. ამაზე რას გვეტყვით? ზუსტად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს მარტო ჩვენ არაგადამდები დაავადებები ვახსენეთ ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, თორე ნებისმიერი ინფექციური დაავადების გამოსავალი ბევრად უფრო ცუდია მსუქან ადამიანებში სამწუხაროდ, ვიდრე ნორმალური წონის, ფიზიკურად აქტიური და ასე შემდეგ ადამიანებში. სწორედ ეს სიმსუქნე იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დამამძიმებელი ფაქტორი ამ COVID-19-ის დროს და ბევრად მეტი იყო სიკვდილიანობა სწორედ COVID-19-ით სიმსუქნის მქონე ადამიანებში, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში. და ალბათ ამ ფაქტმა ცოტა უნდა დაგვაფიქროს როგორც საზოგადოება მთლიანად. კი, უნდა დაგვაფიქროს ნამდვილად ჩვენ რაზეც ვართ ჩვენ თვითონ პასუხისმგებელი და გარდა ამისა ნაკლებად ვახსენე მოსახლეობის განათლება ვახსენე, მაგრამ აუცილებელია ასე ვთქვათ სიმსუქნესთან და არა მხოლოდ იმ რისკ ფაქტორებთან და იმ დაავადებებთან დაკავშირებით ძალიან აქტიური იყოს პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვა თუ არ იქნება აქტიური, ხო? და ის არის დღემდე ყველაზე კარგი
ინფორმატორი კვლევებით დადგენილი არის პირველადი ჯანდაცვის ექიმი. ანუ მან თუ არ გაზომა, აწონა, რჩევა არ მიცა ჯანსაღი ფიზიკური აქტივობის ძალიან გაგვიჭირდება. ანუ ძალიან ეს პირველად ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს. ხო ძალიან აქტიურად უნდა იყოს სწორედ არაგადამდები დაავადებების და მათი რისკ ფაქტორების გამოვლენა, სკრინინგი და ასე შემდეგ. და ასევე არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები მუნიციპალური, რომელიც ასევე მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ვალდებულება უნდა იყოს, რომ ეს რისკ ფაქტორების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს მოსახლეობაში. ეს არის თემები ახსენეთ და სათემო რატომღაც ის ვეღარ გავშალეთ მე. აუცილებელია თუ კი არსებობს ეს ახალგაზრდული რომ მივდივარ ხოლმე გზაზე მხდება აშენებული ახალგაზრდული ცენტრები. არ ვიცი რამდენად ფუნქციონირებს, მაგრამ ეს peer-to-peer education რაც არის და ეს ახალგაზრდები რო ჩავრთოთ მათი გვერდზე მყოფი ახალგაზრდების განათლებაში, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ყველა თუ გვინდა რაღაცა შედეგს მივაღწიოთ, ყველა მიმართულებით ერთიანად რაღაცა გეგმა უნდა გვქონდეს და მიზანდასახულად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დიახ. რა გზავნილი გსურთ რომ გაუზიაროთ საზოგადოებას და ჩვენს მსმენელს, რომელიც ახლა გვისმენს, რა მნიშვნელობა აქვს სიმსუქნესთან ბრძოლას? სიმსუქნესთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი, ბრძოლას არ ვიტყოდი, ანუ ვიტყოდი რომ გარკვეულწილად მოუაროთ ამ პრობლემას, ვიკვებოთ ჯანსაღად, ვეცადოთ, ვიყოთ ფიზიკური აქტივობით დაკავებული, ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ, ბევრი ვისეირნოთ. ეხლა მით უმეტეს გვაქვს სეირნობის მიზეზები, ვიცეკოთ სახლში, ვეცადოთ კარგ ხასიათზე ვიყოთ, ფიზიკური აქტივობა სხვათა შორის არა მხოლოდ სიმსუქნესთან დაკავშირებით, ნებისმიერი არაგადამტებ დაავადებებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას. და არ ვიცი, ვიაროთ პირველადი ჯანდაცვის ექიმთან, ვიაროთ სკრინინგ პროგრამებში, როდესაც ვთქვათ ჩვენ შესაბამისი ასაკი გვექნება, გავიზომოთ არტერიული წნევა, შევამციროთ მარილი, ძალიან ბევრი ეს მექნებოდა, რა ქვია, გზავნილი, ხო. ვიყოთ ჯანსაღები, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელში ხელი შეუწყოთ ჩვენ ჯანმრთელობას. თქვენ წეგან თქვით რომ თუ ნება არსებობს ყველაფერი მარტივად მისაღწევი არის და აი თქვენი ნება რომ იყოს სწორედ ახლა აი ერთ პოლიტიკას მაინც რას შეცვლიდით ამ თემასთან დაკავშირებით რომ უფრო დაგვეხმაროს სიტუაციის გაუმჯობესებაში. ნომერი 1 რასაც შევცვლიდი, რასაც გავაკეთებდი მე რომ ხელმეწიფებოდეს აი ეს ფონდი რაც ვთქვი, გადაუშვებდი ბიუჯეტიდან იმ ფონდში ავიყვანდი ძალიან ჭკვიან საღ ადამიანებს, მართლა მეცნიერებს და მართლა აი სწორ ადამიანებს და შემდეგ ამ ადამიანებთან ერთად მეც ჩავერთვებოდი სიამოვნებით თუ ვინ მიჩნეული ვიქნებოდი ამ სწორ ადამიანად და სპეციალური უკვე არსებული Best Buy თუ სხვა ქვეყნის გამოცდილება, ის ხელა გამოცდილებაა დაგროვილი. უბრალოდ აი მართლა ნება უნდა რომ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება. დავსახავდი ამ გეგმას იქ სკოლებში ფიზიკულტურის მასწავლებელს დავაფინანსებდი მაგალითად და ფიზიკური აქტივობის ღონისძიებებს, სკოლის კვებას რას იკვებებიან, ამის მონიტორინგს გავაკეთებდი. ანუ მეყოლებოდა ვიღაცა ხონდა გააკეთოს ეს, ანუ გარკვეული ფინანსებია, ყველაფრისთვის ფინანსებია საჭირო რომ გააკეთო. აი ძალიან ბევრ ამბეს გავაკეთებდი, მაგრამ აი პირველი ეგ იქნებოდა. აი ამ ფონდს გავაკეთებდი. მადლობა დიდი. ხელმძღვანელიც ვიცი ვის დავნიშნავდი. მადლობა ქალბატონო ლელა ამ უწურავი პასუხებისთვის. ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. იმედია ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესოდ გავატარეთ რომეც და გისურვებთ წარმატებებს თქვენს პირადად და თქვენს გადაცემას. დიდი მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.